ამაო დაგლოცეთ. დაგლოცოთ მეთქმა. მამო, აი სიძუნწესთან დაკავშირებით, უნდა მიხვდეს ადამიანი რომ ძუნწია, იმიტომ რომ ზოგი ვერ ხვდება მამაო რომ ძუნწია. ჩვენ ახლა საქართველოში ცხოვრობთ. ჩვენ ხედავთ თუ ნათესავი იქნება, ახობილი იქნება თუ აი ხან ხედავთ რომ რაღაცა სანაგვეში იქნება. როგორ შეიძლება მოძალებით არ იცხოვრო და თუ არ ცხოვრობ ისე სიუნწეში ხარ და ნათქვამია რომ ბავშვები ზარს და ეწება გაღიმებიდან. ამიტომ ჩვენს ბავშვები მივაჩვიოთ მოძალების გაცემას, სიყვარული ცხოვრებას, თხოვთმეს სიყვარულის ნიჭი. თუ საქართველოს ცხოვრობ და მოძალებით არ ცხოვრობ, ესე გაგლია სიყვარული და დილას აღმოჩნდა თხოვეს სიყვარულის ნიჭი. რაც გაცხონებს და ახლა რაც ხდება, შეიძლება მამბობ რომ ქართული რო შედება საქართველოში. და რატო ხდება ეს? იმიტომ რომ აი შეიძლება მოყავს სუფრის მაგალითი. ქართული სუფრა იგივე ლოცვის გაგრძელება, რაც ლოცვაში ხდება, სადღეგრძელოები ხმედიდება, სამშობლო სიყვარული ეთმენს ვეფერებით. მაგრამ ეს რატო რჩება მარტო ენაზე, იმიტომ რომ გულში არაა ღმერთი. და შეიძლება მოყავს იუდას მაგალითი, რომ ღმერთთან იყო ეზიარა, ვერ ეშველა. ჩვენ უნდა მივხვდეთ, რომ უნდა ვიცხოვროთ სიყვარულით და თუ არ ცხოვრობთ სიყვარულით, ვერც სიყვარული გვიშველის, ვერც იერება გვიშველის და ამ დროს რამდენი ვართ ჩვენ მორწმუნეები 90%. და ამხსენებელი ვართ ალბათ 15-20%, მაგრამ ეს ამხსენებლებიც, ესე იგი, შენ როცა საქართველოში ცხოვრობ და თუ მაზიერებელი ხარ და მოგვალ მაგალითზე ჩვენთან ახლა სოფლიდან მონასტრამდე არის 5 კილომეტრი და ეს არ ამოდის ეს რა ქვია ტრანსპორტი ბოლომდე და შენ მოდიხარ წირვაზე, მოდიხარ ეზიარები და ამ დროს მე ვიღაცა მოდის ფეხით და მეუბნება რომ მანქანა მამიარა და თუ გადაინლია მანქანა გასაგებია, მაგრამ ზოგჯერ 1 და 2 კაცი მოდის და შეიძლება რაზე ზიარება ჩვენ უნდა მივხვდეთ რომ უნდა ვიცხოვროთ სიყვარულით, რომ თავარია სიყვარული, თავარია დედამიწაზეც და გარდაცვალების შემდეგ ვერ მოვხვდებით 60 დღეში თუ არ ვიცხოვრეთ სიყვარულით, ხაი სიყვარულის უფევა და აქ თუ შენში არის შური, თუ არის განკითხვა, აი განჭა სხვა არის, მაგრამ განკითხვა სხვა არის. განკითხვა როცა სიყვარულს კარგავ.